შენარჩუნება არასდროს გიჭირდათ, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს ყველაფერი შეიცვალა, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს გასაკვირი არაა, რადგან წლების გასვლის პარალელურად ორგანიზმი ჩვენს ცდილობებზე ისე ვეღარ რეაგირებს, როგორც ახალგაზრდობაში. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში მას შემდეგ, რაც ის 35 წელს მიაღწევს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასაკი ჩვენს წინააღმდეგ არ მოქმედებდეს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა შემოგვიერთდა სტუდიაში. დილა მშვიდობისა. მშვიდობის მოგესალმებით. შოთა ძალიან ჩემი აზრით ყველასთვის აბსოლუტურად ქალებისთვის და მამაკაცებისთვისაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პრობლემაა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ეს წონის პრობლემა და განსაკუთრებით და მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ რაღაც კონკრეტულ ასაკს მივაღწევთ, შეიძლება მართლაც რაღაც პერიოდის განმავლობაში არ გვიჭირდეს წონის შენარჩუნება, მაგრამ შემდეგ ასე ვთქვათ ცოტა გაგვირთულდეს. რა არის ამის მიზეზი? რა ასაკის შემდეგ გვიჭირს ხოლმე ზოგადად წონის შენარჩუნება და როგორ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს? გარკვეულწილად ინდივიდუალური ასაკი არსებობს, იქიდან გამომდინარე თუ როგორი მეტაბოლიზმი არის ორგანიზმის, მაგრამ დაახლოებით საუბარი არის, რომ 35 წლის ზევით ქალბატონები და მამაკაცები უფრო 40-45 წლის შემდგომ პერიოდში შედარებით მეტაბოლიზმი გადადის შედარებით მოსვენებულ მდგომარეობაში, ბჭყალებში რა თქმა უნდა, და ამის შედეგად ჩვენ გვაქვს ზამთრის და შემოდგომის პერიოდში უფრო წონის მატების ტენდენციები და გაზაფხულზე შედარებით წონის შეფერხვის ტენდენციები. ამის მიზეზი რა არის? ჩვენ ზოგადად გვაქვს მეტაბოლიზმი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა ნივთიერებათა ცვლაზე, რაც კი მიმდინარეობს ორგანიზმში. და ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ჰორმონალური ბალანსი იცვლება, ასევე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამდენი ორსულობა იყო, რამდენი მშობიარობა იყო ქალბატონთან მიმართებაში, რადგან აქაც ჰიპოფიზი არის ჯირკვალი, რომელიც ეს ასინთეზირებს გარკვეულ ჰორმონებს და ეს ჰორმონული ცვალებადობა შემდგომში აისახება უკვე მეტაბოლურ ცვლებზე. შესაბამისად, რაც უფრო ასაკი გვემატება, ჩვენი მეტაბოლიზმი ცოტა შენერლებულ მდგომარეობაში შედის და ამის შედეგად ჩვენ ადრე თუ რაღაც გარკვეულ კილოგრამებს მოვიმატებთ თქვა დღესასწაულებს და შემდგომ სწრაფად დავიკლებით ხოლმე, ესე უკვე არ ხდება ხოლმე და ეს მომატებული წონები გვიგროვდება და ემატება მე უკვე ახალი წონები. და ამასთან ერთვის აი სეზონურობაც, როგორც ვახსენეთ, ზამთრის პერიოდში ცოტა უფრო მატების ტენდენცია გვაქვს და ზაფხულში ცოტა უფრო კლების ტენდენცია გვაქვს. აქედან გამომდინარე ქალბატონები, რომლებიც არიან 35 წლის ზევით, ან ვისაც აქვს ცოტა ციკლის დარღვევისკენ მიდრეკილება, ან თუ ხედავთ თუ ცოტა თმიანობისკენ მიდრეკილება ქალბატონს, ეს უკვე პირველ მიმანიშნებელი ნიშნები არის, რომ ორგანიზმში რაღაც ჰორმონალური ბალანსი არის შეცვლილი და უნდა მიაქციოს ამას ძალიან ყურადღება ქალბატონმა, ან ენდოკრინოლოგი ჩაერთოს და დროულად დააბალანსოს ეს ცვალებადობა, ან მაქსიმალურად ეცადოს, რაც შეიძლება ბალანსირებული და ჯანსაღ კვების რაციონში იყოს, რათა ეს მატების ტენდენციები შემდგომ არ მოხდეს. დიახ, შოთა, ახსენეთ კვების რაციონი. როგორი უნდა იყოს 35 პლუსი ასაკში კვების რაციონი? ერთი დღეს მენიუ რომ ასე ვთქვათ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ეს ჯანსაღი ბალანსირებული კვება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. აი ჯანსაღ ბალანსირებულ კვებაში ყველანაირი საკვები პროდუქტის გამოყენება შეიძლება, მათ შორის შოკოლადიც და პურიც. ხშირად არის ხოლმე აი მე გადავდივარ დიეტაზე და ხე კატეგორიულად ამოვიღე შოკოლადი, პური და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკვები რაციონი უნდა იყოს შემდგარი ყველა იმ პროდუქტისგან, რისგანაც ჩვენ უნდა მივიღოთ ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები. თუ ჩვენ გადავდივართ ცილოვან კვებაზე და პური და აი ეს პარკოსნები და ესეთი საკვები პროდუქტი საერთოდ ამოვიღეთ კვების რაციონიდან, ჩვენ აქ ვიღებთ B ჯგუფის დეფიციტს ორგანიზმს. B ჯგუფის დეფიციტი უკვე ტვინზე მოქმედებს, ტვინის მუშაობაზე, სისხლად და ენერგია ხასიათს. შესაბამისად, პურის ამოღება არაა სავალდებულო. აქედან გამომდინარე, ჯანსაღი ბალანსირებული საუზმის პერიოდში, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილებ ყურადღებას აი საკვები პროდუქტების ჩამოთვლის დროს, აი ვთქვათ მამაკაცთან გვინდა რომ სექსუალური აქტივობა შედარებით მაღალი იყოს და კარგი იყოს ტესტოსტერონის დონე, ანუ კაცის ჰორმონის დონე. არის გარკვეული პროდუქტები, ვთქვათ, არის არაჟანი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ მამაკაცზე თუ ვიტყვით, დილას ერთი ნაჭირი პური, ყველი არაჟანი, ნუ ეხა ყავა, ჩაი, გემოვნების მიხედვით როგორც მას სურს. ქალბატონის შემთხვევაში ასევე მამაკაცთან შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან კარგი ავოკადო. შეგვიძლია ავოკადოს ტოსტი
ტოსტი გავაკეთოთ, რომელიც ცხიმოვან ცვლაზე ახდენს დადებით გავლენას და ქოლესტერინის დონეზე დადებით ზეგავლენას მოახდენს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ავოკადოს ტოსტი გავაკეთოთ კვერცხით, ყველით და ავოკადოთი პურთან ერთად, ან თუ გინდათ კვერცხი არ იყოს არასავალდებულო. შეგვიძლია ასევე კვირაში 2-3 ჯერ ყოველდღიურად იქნება მაინც გამოვიყენოთ თქვათ ჰერკულესის ფაფა. შვრია კი ბატონო, ყველთან და რძესთან ერთად შეგვიძლია თავისუფლად არა შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით საუბრობთ. მნიშვნელოვანია რომ შვრიის ფაფა რძის ნაწარმთან ერთად მივირთვა. სჯობს, რადგან კუჭნაწლავში რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი, ერთი რომ კალციუმის სვლაზე ახდენს ის გავლენას და აქედან გამომდინარე შესაძლებელი არის რომ ცოტა შეცვალოს კალციუმის მეტაბოლიზმი, ამიტომ ჯობია რომ რძის ნაწარმთან ერთად იყოს. ან თქვა თუ არ გვიყვარს ახლა რძე და ყველი შეგვიძლია ცოტა კარაქი უქნათ. კარაქი 15 გრამი კარაქი ჩვეულებრივი სტანდარტული დიეტის დროსაც კი სრულიად გამოყენებადი პროდუქტია, იმიტომ რომ ჩვენ ცხიმი გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი ვახსენე კაცის და ქალის ჰორმონები, ზუსტად ტესტოსტერონის და ესტრადიოლის სინთეზის კაცის და ქალის ჰორმონებია, საჭირო არის ცხიმი. თუ ცხიმი არ აქვს ორგანიზმში, თუ შეხვედრით ხარ ძალიან ზედმეტად გამხდარი ქალბატონი, რომელიც არის, მას შეიძლება ციკლით არღვეული ქონდეს, იმიტომ რომ ქალის ჰორმონების სინთეზი არ ხდება ისე როგორ ანორექსიის მქონე პაციენტები ხშირად ციკლით არღვეული აქვს, იმიტომ რომ მათ არ აქვს ცხიმის რეზერვი ორგანიზმში, რითაც სინთეზირდება ეს ჰორმონები. ამიტომ საუზმეზე ჩვენ შეგვიძლია ის სამი ვარიანტი, რაც თქვით, ტოსტი, ავოკადოსი, შეგვიძლია შვრიის ფაფა ყველთან, რძესთან, კარაქთან ერთად, ან შეგვიძლია უბრალოდ ტოსტი გავაკეთოთ, ყველი კვერცხი და პურით, თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ეხლა ვისაც არ უყვარს დილაობით ძალიან გადატვირთვა, შეგვიძლია თუნდაც ერთი უბრალო კრემის გარეშე კრუასანიც მივირთვათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შემდგომ უკვე 12 საათისთვის არის წახემსების პერიოდი. წახემსების პერიოდში იგულისხმება, ეხლა სამსახურიდან გამომდინარე, ვის დრო როგორ აქვს, შეგვიძლია ეს ხილი იყოს თუნდაც, ან ვაშლი, თუ წონის პრობლემა ჯერ არ გვაქვს, ბანანი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ თუ უკვე ჭარბწონაში ვართ, ჯობია რომ ბანანი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია ეხლა ციტრუსები, რაც არის, თქვა მანდარინი, ფორტოხალი, გრეიფრუტი, კი უბრალოდ სამსახურში ცოტა ეს ფორტოხალი გასათლელად, ცოტა უხერხულია. შეგვიძლია მარტივად დრო თუ ზედმეტი არ გვაქვს და ხილს ვერ მოვამზადოთ, ერთი ბოთლი თუნდაც იოგურტი დავლიოთ, ოღონდ ჯობია დაბალ პროცენტიანი 2-3%-ამდე ცხიმიანობის რო იყოს, ან ეხა დასალევი მაწვნებით შემოვიდა, ესეც შეგვიძლია და ხაჭო ძალიან კარგი პროდუქტია, ხაჭო 12 საათიან კვებაზე, ოღონდ არასავალდებულო 0%-იანი ხაჭო, რადგან კალციუმის და მეტაბოლიზმი რო გავამჯობინოთ 0%-ია შეიძლება ნაკლებია ხოლმე. შემდეგ უკვე სადილი გააჩნია სამსახური როგორი გვაქვს, თუ მოვდივართ სახლში 3-4-ისკენ კარგი იქნება, სადაც კვირაში 2-3 ჯერ მაინც უნდა იყოს ბოსტნეული წვნიანის კომბინაცია ხორცთან ერთად, თქვა ეს კატლეტი, გუბთა მოხარშული ხორცი, გრილზე შემწვარი ხორცი, კვირაში 1-2 ჯერ თევზი თუ იქნება ძალიან კარგი იქნება, რადგან ეს დ-ვიტამინზე, ომეგა-3-ზე დადებით გავლენას ახდენს და ასევე კარგი იქნება ცოცხალი ბოსტნეული, თქვა ის კვირაში 3-4 დღე სადაც წვნიანი არ იქნება, ან მომზადებული ბოსტნეული სადელი არ იქნება, თქვა მწვანე სალათის ფურცლები ძალიან კარგია, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ცოცხლადაც შეგვიძლია და მოთუშული სახითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. შემდგომ უკვე 3-4 საათზე გააჩნია სადილი, რომ თუ 4-ზე გვექნება, შეგვიძლია პირდაპირ ვახშამზე გადავიდეთ 7-8 საათზე, თუ 3-ზე გვაქვს სადილი, შეგვიძლია 6 საათზე ხილი გამოვიყენოთ და ცოტა რაოდენობით ხილი მივირთვათ. ხილის ნირთმევა დღეში 2 ჯერ რეკომენდებულია? დღეში 2 ჯერ სრულიად თავისუფლად შესაძლებელია, დაახლოებით 300-400 გრამის ფარგლებში, დაახლოებით დღის განმავლობაში. ზედმეტი ხილით გადატვირთვა საჭირო არაა, მით უმეტეს თუ გვაქვს კუჭნაწლავის რამე პრობლემა მონელების ესეთ შემთხვევაში, ჯობია რომ ისეთ რთულ ხილს მოვერიდოთ, თქვათ აი კომში ცოტა რთული მოსანელებელია, ბროწეული არის ცოტა რთული მოსანელებელი, ამიტომ უფრო მარტივი ხილი რო ავიღოთ შედარებით, ასე ვთქვათ. შოთა ერთი მნიშვნელოვანი მამაკაცის პრობლემაზე მინდა რომ გითხოთ. დარწმუნებული ყველა მამაკაც აწუხებს ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მამაკაცებს, ქალბატონებსაც, მაგრამ ქართველ მამაკაცებს განსაკუთრებით პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის მუცლის ცხიმი. მსუბუქად რომ ვთქვათ, სხვანაირად ვეძახით ხოლმე, მაგრამ მაინც. როგორ ვებრძოლოთ, რა იწვევს ზოგადად ამ მუცლის ცხიმს და რა გავაკეთოთ, რომ თავი ავარიდოთ ამას და თუ გვაქვს ეს მუცლის ცხიმი, როგორ მოვიშოროთ? ძირითად შემთხვევაში მუცლის და აბდომინალურ მიდამოში ცხიმის დაგროვება დამახასიათებელია, ვისაც აქვს ინსულინო რეზისტენტ
რეზისტენტობა. ანუ ეს არის ესეთი ჰორმონალური დარღვევის ფენომენი მარტივ ენაზე რო ვთქვა, როდესაც გლუკოზის მეტაბოლიზმი ირღვევა და იმის ნაცვლად რომ ორგანიზმმა გლუკოზა მოიხმაროს, აგროვებს ცხიმებად. ანუ სარეზერვო ნივთიერებად მარტივ ენაზე რო ვთქვა. და შესაბამისად ჩვენ მუცლის მიდამოში ძალიან გვიგროვდება ეს ცხიმები და კარგია პირველ რიგში ეს არის ფიზიკური აქტივობა მამაკაცებისთვის, აი ამ ჯანსაღ დაბალანსებულ დიეტასთან ერთად და თუ დადასტურებული ინსულინ რეზისტენტობა სპეციალური მედიკამენტი უნდა ჩაერთოს ამისათვის რომ ეს რეზისტენტობა მოიხსნას, რატომ არის საყურადღებო რომ ეს რეზისტენტობა შემდგომში გვაძლევს დიაბეტის რისკებს მომავალში. აქედან გამომდინარე, ყველა ეს მუცლის ცხიმი სხვა შორის ყველაზე ბოლოს გასვლადი ცხიმია ორგანიზმიდან. ჩვენ თქვათ ვიკლებთ კი სხვა მიდამოებში შედარებით კარგად თქვათ სახე ჩამოგვიდნა ხშირად გვეუბნება ხოლმე პაციენტ, მაგრამ ეს მუცლის წინა ნაწილი რჩება, იმიტომ რომ აქ არის ისეთი ცხიმი დაგროვილი, რომელიც ორგანიზმი თვლის რომ შიმშილის პერიოდი მოუწიოს, მაშინ დაჭირდება ეს და ინახავს ასე თქვა ამ ცხიმს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 2-3 თვიანი კარგი ბალანსირებული დიეტა უნდა გავაკეთოთ, რომ ამან დაიწყოს დაძვრა ასე თქვა. ვარჯიში ძალიან კარგია და ცურვა, ძალიან კარგი ვარჯიში ესეთ შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ეხა ცურვა თუ არ ვიცით, შეგვიძლია თქვა იოგა, ძუნძული, რაღაც სხვა რაღაცაებსაც მივმართოთ. კი ბატონო, დღის მენიუზე ვსაუბრობდით და საღამო როგორ უნდა დავასრულოთ, მოდით რომ შევაჯამოთ. საღამოს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალიან არ გადავიტვირთოთ. სტანდარტული მოთხოვნები ეს არის, რომ დაწოლამდე 3-4 საათით ადრე უნდა იყოს კვება შეწყვეტილი, თქვა აი თუ ვიძინებთ 11 საათზე, უკვე 8 საათის მერე ჯობია რომ კვება არ იყოს, ასე ვთქვათ. საღამოს შეგვიძლია მსუბუქი თუ დღის განმავლობაში ნორმალურად ვიკვებოთ, საღამოს მსუბუქი კვება ჯობია რომ იყოს, მაგრამ თუ ჩვენ დღის განმავლობაში სადილი არ გქონია მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, შეგვიძლია წვნიანი საღამოს გადმოვიტანოთ, ოღონდ ვეცადოთ რომ ხორცით ნუ გადავტვირთავ წვნიანს, უფრო ბოსტნეულის წვნიანი იყოს ესეთ შემთხვევაში, რაც უფრო ჯანსაღია. შეგვიძლია ვთქვათ საღამოს მაწონი, კეფირი, ხაჭოს კომბინაცია გამოვიყენოთ, შეგვიძლია თუ არ გვშია იოგურტი დავლიოთ და ამით დავამთავროთ, მაგრამ ჯობია რომ ხილით დიდად ნუ დავამთავრებთ. ნუ ახლა ჩვენ ზოგიერთ პაციენტს უნიშნავთ ხილს საკვებად, იმიტომ რომ იქ ვიცით პაციენტის ანამნეზი, მაგრამ ისე უმეტეს შემთხვევაში ხილით ნუ დავამთავრებთ, იმიტომ რომ ხილს ჭირდება მონელებისთვის ცოტა უფრო მეტი დრო და ჩვენი კუჭანწლავი შეიძლება მთელი ღამე გადატვირთულ მდგომარეობაში იყოს. შეგვიძლია ვთქვათ თუ გშია დანაყრებისათვის ძალიან კარგია წიწიბურა, 4-5 სუფრის კოზი დაახლოებით, ოღონდ აქ მზა წიწიბურაზეა საუბარი, იმიტომ რომ 4-5 სუფრი რომ მოვხარშოთ ძალიან დიდი რაოდენობა გამოვა და ზევიდან დავამატოთ 1 ნაჭერი ყველი ან თუდად კიტრი პომიდორის სალათი ან სალათის ფურცლების სალათი. ან ყველანაირი სალათი შეგვიძლია საღამოს კომბინაციურად გამოვიყენოთ. ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ვახშამი იყოს მსუბუქი რაც შეიძლება. კი ბატონო, ახსენეთ რომ 4 საათით ადრე არის უკეთესი თუ მივირთმევთ და შემდგომ ისე დავიძინებთ. საათობრივი კვება ეს არის დიეტის ისახე, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი მიმართავს ხოლმე. რამდენად არის რეკომენდებული და სწორად როგორ შეიძლება რომ დავიცვათ ინტერვალი ბოლო კვებასა და შემდგომ უკვე დილის კვებას შორის. გვაქვს საათობრივ კვებაზე ორი მიდგომა გვაქვს, ეს არის ბალანსირებული კვების ფარგლებში, როდესაც 3-4 საათიანი ინტერვალს ვიცავთ, ეგ არის ძალიან კარგი და საუზმეს ვიწყებთ და საუზმეს არასოდეს არ ტოვებთ ხოლმე ბალანსირებული კვების დროს და შემდგომში უკვე 3-4 საათში მივყვებით კვებას. აი ხშირად არის ხოლმე რომ აი 3-4 საათში ვიკვებებით და იქ შეგვიძლია ტორტიც ჩავსვათ, თქვათ, შეგვიძლია რაღაც მაღალკალორიული პროდუქტი ჩავსვათ, მაგრამ თუ ეს ბალანსირებულად არის დღის განმავლობაში და ეს მაღალკალორიული პროდუქტი დღის პირველ ნახევარში არის გამოყენებული, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დადებით ეფექტს ახდენს ეს. მაგრამ თუ ჩვენ საღამოს ჩავსვით მაღალკალორიულ პროდუქტს, აუცილებლად წონას მოგვამატებინებს. და აი ასევე არის აი საათობრივ კვებაში ჯდება ეგრეთ წოდებული 18 საათიანი და 16 საათიანი დიეტები, რომელსაც ხშირად არასწორად აკეთებენ ხოლმე. აი 18 საათიან 16 საათიანის დროსაც ყოველთვის ჯობია რომ დილიდან დავიწყოთ და დავამთავროთ საღამოს უფრო ადრე, თქვა დილით 9-ზე დავიწყოთ და შუადღეს 3-ზე დავამთავროთ კვება, ვიდრე ზოგი აკეთებს რომ იწყებს 12-ზე ან დღის 3 საათზე და მერე ღამე ამთავრებს. ეს არაა სწორი ესეთ შემთხვევაში. ჯობია რომ აუცილებლად საუზმით დავიწყოთ და შუადღეს დავამთავროთ ეს ფასტინგებით. ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით გვინდა რომ გკითხოთ, ასე ვთქვათ, ასეთი ტენდენცია გავრცელებული, რომ მაგალითად არაყი არასუქებსო ამბობენ და ღვინო უფრო ღვინის მოხმარება უფრო ასუქებს ადამიანს. ასევე ლუდიც ასუქებს. კი ბატონო. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? როგორ არის ეს დაალაგებული არის აი ესე ტენდენციურად ასე ვთქვათ, ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, კონიაკი.
ეს რატომ არის ესე დალაგებული? რაც უფრო მაღალ ალკოჰოლურია პროდუქტი, სწრაფად შემოდის და სწრაფად გადის ორგანიზმიდან. შესაბამისად, მას არ აქვს ესე დიდი დაყოვნებები, მაგრამ აი ლუდი ღვინოში ამ საფუარა და დუღილის პროცესების შედეგად გლუკოზის მაჩვენებელი არის შედარებით მაღალი, მარტივად რომ ვთქვათ. და ამის გამო ჩვენ კალორასაც ვიღებთ ცოტა ზედმეტი რაოდენობით, მით უმეტეს ახლა ღვინოს და ლუდს ხშირად ერთ ჭიქაზე ავჩერდებით ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და ცოტა ზედმეტი რაოდენობით მოგვდის. აი ვისკზე, კონიაკზეც, როცა ან არაღზეც ვამბობთ ხოლმე, იქაც ვაკონკრეტებთ, რომ 200-300 მილილიტრი და არა დიდი რაოდენობით, რადგან უკვე დიდი რაოდენობა ისიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ხოლმე ჩვენს ორგანიზმზე. მაგრამ ეხლა თუ ჩვენ ერთ ჭიქას საფერავს გამოვიყენებთ, ან ერთ ჭიქა რაღაცა თეთრ ღვინოს ეს ჩვეულებრივ მისაღებია და გამოყენებადია, მაგრამ არა დიდი რაოდენობით, ასე ვთქვათ. და თუ ჩვენ გვაქვს უკვე მკვეთრად გამოხატული ჭარბიწონა, შაქრიანი დიაბეტი და უკვე პროგრესული პათოლოგიები, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა რეკომენდებული არ არის. კი ბატონო, როდესაც შუახნის ასაკზე ვსაუბრობთ, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწესრიგებული ძილი განსაკუთრებით ამ ასაკში და ასევე ვარჯიში? დიახ. ზოგადად ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ასაკიდან გამომდინარე ფიზიკური დატვირთვა ეთქვა და რატომ? ჩვენი ორგანიზმი მოდუნებულ მდგომარეობაში არ უნდა გადავიყვანოთ, მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დღის პერიოდი ისე ავაწყოთ, რომ კი მესმის რომ ძალიან გადატვირთულები ვართ ყოველდღიურ საქმიანობაში და ასე შემდეგ, მაგრამ ვეცადოთ რომ საღამოობით თუნდაც ჩვენ შვილებთან ერთად ან ძაღლთან ერთად, რა ვიცი, გავისეირნოთ ერთი ნახევარი საათი მაინც, რომ ჩვენი კუნთური ტონუსი, ასე ვთქვათ, იყოს ცოტა მაღალ მდგომარეობაში, ან კვირაში 2-3ჯერ რომ მივმართოთ ცოტა ფიზიკურ აქტივობას 1 საათიანს, ეს იქნება ცურვა, ვარჯიში, ეს გარეთ თუ სადაც ფიტნეს და დაწესებულებაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ფიზიკური აქტივობა იყოს აუცილებლად. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ხოლმე ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ოფისში ზის. ესეთ შემთხვევაში ახლა ახალი მოცემულობა ესეთია რეკომენდაცია, ვინც საოფისე სამსახურშია და ვერ გადის გარეთ, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ რომ ტელეფონზე ან რაღაცას დავაყენოთ შემახსენებელი, რომ ავდგეთ, გავიაროთ, ან ერთი 10 ბუქნი გავაკეთოთ, თუნდაც კარგი იქნება, რაც ჩვენს კონტურ ტონუსს მოიყვანს წყობაში და ეს არ მარტო ტონუსს, არამედ ჩვენს მეტაბოლიზმზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას. ეს კუნთის მუშაობა, ეს ნივთიერებათა ცვლა, რომელიც იქ მიდის და ენერგიის ხარჯვა, მერე ზოგად მეტაბოლიზმზე გადმოდის და მასზე ახდენს გავლენას და უკვე ადამიანი უფრო ხალისი და ლაღი გამოდის, ასე ვთქვათ, და უფრო ხასიათზეც უფრო მეტად არის მარტივენაზე რომ ვთქვათ. და რაც შეეხება ძილი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად არის ესეთი მდგომარეობა, რომ პაციენტი იდეალურად იცავს საკვებ რაციონს, მაგრამ ღამის ძილი აქვს მოუწესრიგ ღამის 3-ზე, 4-ზე, 5-ზე იძინებს. ვერ მივიღებთ ეფექტს ვერანაირად, რადგან ჩვენ როცა ვიძინებთ, განსაკუთრებით აი ხო არის ზრდის ჰორმონი, რომელიც თითქოს არა, ეს არ არის ესე. იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი ბავშვობაშია ზრდაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ჩვენს ასაკში უკვე მოგვიანებით ასაკში მეტაბოლიზმზეა პასუხისმგებელი, კანის სტრუქტურაზე, წონაზეა პასუხისმგებელი, უჯრედების განახლებაზეა პასუხისმგებელი და ჩვენ როცა ვიძინებთ, ზრდის ჰორმონი დაახლოებით ღამის 2-3 საათზე სინთეზირდება. ჩვენ თუ ამ დროს გვიძავს, იმისი სინთეზი არ ხდება. და შესაბამისად ეს ჰორმონული ბალანსიც ირღვევა. ბუნებრივად, ძალიან დიდი